მიყოლი და იდიოტური რუსული მოდელი შევქმნით არმიისა. რატომ ვერ იქნენ მოსმენილი სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტული დასკვნები საქართველოს არმიის რეალურ მდგომარეობაზე? მე მინდა გაგახსენოთ ის 5 საათიანი გამოსვლა რომ იყო იქ იყო საუბარი რომ კეზერაშვილის უთქვია თუ არა ვწერი თუ სხვაგან იყო უკვე დავიდა ამერია იმ რაღაცა კომისიაზე თქმა დაფიქსირება იმისა რომ ყველაზე ესე ვთქვათ მომზადებული ევროპულ ნატო სტანდარტებით არმია ყავს და ჩვენ საიდან ესეთი არმია ანუ თუ სწორად გავიხსენებ და სულ სწორად ვიხსენებ ეს კონტექსტი იყო ესეთი რომ ყველაზე ძლიერი არმია არის ამ მომენტისთვის და ესეთი ძლიერი არმია არც მანამდე და არც შემდგომ შეიძლება არ ყოფილიყო. ხო რაღაც ამდაღარი იყო. სამწუხაროდ ამ ფრაზით გამოვლენდა ერთ-ერთი წამქეზებელი ამ ომისა ბატონი კეზერაშვილი, რომელმაც თუ მართლაც ესე დააფიქსირა თავისი მოსაზრება, მინიმუმ შეცდომაში შეიყვანა უმაღლესი თავარსარდალი, მაქსიმუმ კი მან იცოდა რეალური მდგომარეობა და ამით სამშობლოს ღალატის ტოლფასის აქციელი ჩაედინა. ანუ მე ვამბობ ამას იმიტომ რომ პოლიტიკოსი მით უმეტეს როდესაც ესეთი თანამდებობა უკავია, მან უნდა გაიცნობიეროს თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია მას. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ომის საფრთხის შეცნობა და მომავალი ომის ხასიათის პროგნოზირება. ანუ ეს არ არის ამის არ არის საჭირო არც ვანგა და არც რაიმე წინასწარმეტყველური ნიჭი. თავდაცვის სამინისტროს გააჩნია სამსახურები, რომელიც ზუსტად იმიტომ იქმნება და იმიტომ არის სტრუქტურებში, რომ მან შეძლოს წინასწარ გამოიცნოს მოწინააღმდეგის სავარაუდო ჩანაფიქრის მოქმედების სავარაუდო სცენარი და ესე შემდეგ. ეს არის სამხედრო ტერმინებით გვესაუბრები და მე მინდა პოპულარულ მარტივ ქართულ ენაზე გავუკვიროთ მაყურებელს. კარგით, ეს თავდაცვის სამინისტროს ეს ევალება, მაგრამ სახელმწიფო თუ კი არსებობს, თუ კი ვართ სახელმწიფო და ხელისუფლებამ იგივე თქვენაც თქვით უმაღლეს თავარსარდალი, უმაღლეს თავარსარდალს მონიტორინგის საშუალებები უნდა ჰქონდეს. წესი და რიგით არმიაში ინსპექტირებას ეძახდნენ აზრი, ახლა მონიტორინგი ყოველ 2 წელს, 3 წელში შეეძლებოდა რეალური სურათი განათავდას მინისტრის რაპორტისგან, არამედ თავისივე საშუალებებით, ანუ სამთავრობო კომისია შეემოწმებინა რეალური მდგომარეობა არმიაში, რომ შეესწავლა და ქონოდა სული ინფორმაცია. მოდი ჩვენ პირველი თეზა დავარიგებდით კეზერაშვილის იმას სამშობლოს ღალატის მუხლის მიყენება. მოდი ჩვენ ესე ვთქვათ, თავარი თეზა ჩამოვაყალიბოთ. ანუ საქართველოს ისი პრობლემა აქვს, ჯარის პრობლემა აქვს. ეს კი არა, საქართველოს ჯარის პრობლემა არ აქვს, არამედ იმ ხალხის პრობლემა აქვს, ვის ხელშიც ეს ჯარი არ მოჩნდება. ეს ამერიკელებმა დაწერეს. მოდი ჯერ ეს ამერიკელების ან ექსპერტთა და აი ვიყოთ თანამდებობები. რა ძალიან. შევარდნის ეპოქაში იმით მართლდებოდა სტაგნაცია შერეღების ძალებში, რომ არ იყო ფინანსები. სააკაშვილის პერიოდში ჩვენ გვაქვს სხვა სიტუაცია, არსებობს ფინანსები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჯარი გალამაზდა გარეგნულად, გამოკვებულია, ჩაცმულია და დახურულია, მიუხედავად ამისა, შედეგი იგივე გვაქვს. ანუ იგივე პრობლემები დააყენეს ამერიკელმა ექსპერტებმა დღესაც, რაც იყო 2001 წლის შეფასებაში. ეს შეფასება არ არის რაღაც ასიახლე, ესეთი შეფასება კეთდება ხშირად ხოლმე, არის ყოვლის მომცველი შეფასებები და არის შუალედური შეფასებები. ესეთი შეფასებები ეს არის დახმარება ხელისუფლების და საზოგადოებისათვის იმის რომ შეერაგებული ძალები ააჩენოს და შექმნას. ანუ პრობლემა რა შედგას? თავარი პრობლემაც რო ჩამოვყალიბდეთ. იმაში რომ საზოგადოებამ უნდა გასაცხოს თუ რა ტიპის ჯარი ჭირდება მას, რათან ხელს გამოყოფს ამის შესაქმნელად და ეს ყველაფერი ასახოს ქახალზე და შემდეგ უკვე შემსრულებას ანუ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვოს რომ ნაბიჯ ქახალზე გაწერილი გეგმა შეასრულოს. გეგმა შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი, მაგრამ უნდა არსებობდეს წინასწარ გაწერილი გეგმა. ჩვენ ბოლო 100 წელია, ანუ იგივე შევარდნის ეპოქაში და დღესაც შერეღებული ძალების რეფორმა მივანდებს თვითონ სამხედროებს და თავდაცვის უწყებას. ანუ უწყების შიგნით, უწყების რეფორმირება მივანდებს იმ ადამიანებს, რომლებიც წესით შესრულებლები უნდა იყვნენ. არანაირი ჟაბასი არ გამართულა, არანაირი დისკუსია არ გამართულა თუ როგორი ჯარი უნდა გვყავდეს ჩვენ, რას ვაშენებთ და რა მიზნებს ვუსახავთ მათ. ანუ ჩვენ თუ ჯარს დაუსახავთ მიზნად იმას, რომ 4 წელიწადში თუ დღეს დავიწყოთ რეფორმას, მან შეძლოს ჯერმანიის წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შერეღებულ ძალებს, ჩვენ მოვწყდებით. იმიტომ რომ 4 წელიწადში ჯარი არ იქნება, არც 10 წელიწადში არ იქნება ჯარი, იმიტომ რომ აი გადავლოთ თვალე ოფიცრის კარიერა. ოფიცერი
ოფიცერს მინიმუმ 5 წელი ჭირდება იმისთვის, როდესაც ის გადაწყვეტს ოფიცერი გახდეს, რომ მიიღოს შესაბამისი განათლება. ანუ ფაქტობრივად 5 წელი, მხოლოდ 5 წელია საჭირო იმისთვის, რომ გავზარდოთ ახალი ოფიცრები. ამის შემდეგ ის იწყებს მუშაობას ქვედანაყოფში, ოცეულის მეთაურად და მას დაახლოებით სჭირდება 8-12 წელი იმისთვის, რომ მისგან ჩამოყალიბდეს ბატალიონის მეთაურის დონეს მიაღწიოს. ეს ყველაზე სწრაფი ტემპები რომ ვილაპარაკო. ფაქტობრივად 17 წელი გჭირდება სრული ციკლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მივიღოთ სრულფასოვანი შერაგებული ძალები. თუ ჩვენ ამას არ ვადროებთ შერაგებულ ძალებს, ჩვენ მუდმივად გვექნება პრობლემები, ან მუდმივად იქნება შეცდომები, მუდმივად იქნება ბრძოლის ველზე. ეს თარცა გიორგი ზოგადად სპეციალისტი გიფიქსირებს. ეს ამბანური ჭეშმარიტება, რასაც თქვენ ამბობთ. მოგწევთ რა, ეს თუ კი დაუშვათ სახელმწიფოს პირველმა პირებმა ამოცანა დაუსახეს, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს არმია. არის ოდენეს რომ ამას 17 წელი მაინც და შეხედა სახელმწიფო შენს მარტივი ფორმულა. ილეგო მე ხშირად ვიმეორებ, ძალიან მავნე გავლენაა სახტენს ჩვენ პოლიტიკოსებზე ფილმები ჩაპაევი და განთავისუფლება. ანუ როდესაც ვიღაცას გონია 25 წელი ქმნიდა სალენინი წითელ არმიას. ხო, მაგრამ ეს წითელ სამოქალაქო ომის დროს შექმნილ წითელ არმიაზე აქვს შეჯერება, როდესაც ჩაპაევმა შეძლო დაუშვათ თეთრგვარდიელების დამარცხება, მაგრამ ეს სულ სხვა სფეროა. ანუ ჩვენში ნანახი გადმოცემულია, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რეალობაში ეს სულ სხვა პრობლემასთან ქონდა ადგილი, სულ სხვა შეცდომების გამო დამარცხდა თეთრი გვარდია და არა იმის გამო, რომ ჩაპაევმა შექმნა სრულფასოვანი შერაგებული ძალები. მით უმეტეს ჩვენ იმყოფებით ისეთ გარემოში, სადაც უფლება არ გვაქვს, ყავდეს ცუდი ჯარი. ჩვენ უნდა ყავდეს კარგი ჯარი და იმ ყველა ის გადავადებული დღე ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფოსთვის დაკარგული დღე. ესეც სასწრაფო საქმეა. რა თქმა უნდა, რეფორმა როდესაც დავიწყებს დღეს, ეს შემდეგ საკმაოდ ისე რომ ვთქვათ ხანგრძლივ ვადაში მოგვცემს. ამიტომ ჩვენ სწრაფად უნდა დავიწყოთ ეს რეფორმა. რეფორმა არ არის მხოლოდ ტანკების ყიდვა. ანუ ჩვენ ვახსენებთ, ამ შეფასებაშიც არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყავდა კარგი, უბრალოდ კარგს არ ვიტყვი ახლა, მაგრამ საკმაოდ რაოდენობით ტექნიკა და შეიარაღება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ხელმძღვანელობას ვერ მოახერხა მისი გამოყენება. ანუ ზუსტად პრობლემა ამაშია, გააჩნდა და იმ ოფიცრებს და იმ ხელმძღვანელ პირებს, რომელსაც ეს განაცხადები უნდა მიიღოს. ანუ ერთია, როცა შენ იცი ტანკის ტექნიკური მახასიათებლები, მისი შესაძლებლობები და მეორეა, როცა შენ ყალიბდები როგორც სტრატეგოსი, როგორც ტაქტიკოსი, რომელსაც შეგიძლია ამ ტანკების ერთობლიობაში გამოყენება. შეიძლება რთულად საუბრობ, მაგრამ ეს ესია, ეს დაახლოებით ისეთი ამბანური ჭეშმარიტებაა, რომ არ შეიძლება მეორე კურსის სამედიცინო სტუდენტს ვაიძულოს ოპერაციის ჩატარება. ის ვერ ჩაატარებს, უბრალოდ მას არ ყოფნის არც ცოდნა და არც გამოცდილება არ აქვს დაგროვებული იმისთვის, რომ ამ ოპერაციას წარმატებით გაართოს თავი. ზუსტად ისევე არის ოფიცერი. შეიძლება ოფიცერმა და ჩვენ ოფიცერებს ახასიათებს გმირობის გამოჩენა, საკმაოდ ვაჟკაცი ოფიცრები და ჯარისკაცები გვყავს, მაგრამ ვაჟკაცობის და გმირობის ხარჯზე 21 საუკუნეში ომის მოგება არის საკმაოდ ძნელი. მით უმეტეს, როდესაც შენი რესურსები გაცილებით უფრო მცირერიცხოვანია, ვიდრე მოწინააღმდეგის. ანუ ამ შემთხვევაში რესურსების ნაკლებობა უნდა შევსებული იქნას ამ რესურსების გონიერი გამოყენებით. ჩვენი ხსნა მომავალში, როცა ჩვენ ნორმალურ არმიაში შექმნით, არის სისწრაფეში, მობილურობაში. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან და ჩვენ უნდა მოვასწროთ ყველგან ყოფნას და ყველგან ყოფნის დაგეგმვაც უნდა მოვასწროთ. ანუ absolut სტანდარტი ხო და ჩვენ სულ გვესმის, რომ ჩვენ არ ველოდით რუსეთის ამასშტაბით შემოსვლა. მაგრამ იგივე ევროპულ ქვეყნებში არსებობს შტაბის სტანდარტი, რომ მან 6 საათში ახალ წარმოქმნილ ვითარებაზე, ანუ რასაც მოულოდნელობა არის შენ წინაშე, 6 საათის განმავლობაში უნდა შეადგინო ახალი ოპერაციის გეგმა და ახალი ოპერაციის გეგმის ხორებაში გატარება მოახერხო, თუ შენ კარგი შტაბი გყავს. მიუხედავად იმისა, ეს რადონის სტაბზეა ლაპარაკი. ანუ რაც თუ დაბალ დონეზეა, ეს ნორმატივი მცირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიღებ ყველაზე მაქსიმუმ ციფრს 6 საათს. მას შემდეგ რაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ნაწილი გახდა რუსეთის ექსპანსია